გრძელდება აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ერთ-ერთი ახალი ინიციატივა საგანმანათლებლო პროექტი გაკვეთილი აფხაზეთი. ცენტრის სპიკერები ამჯერად თბილისის 144 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. პროექტი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდებს გააცნოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ისტორიულად მნიშვნელოვანი რეგიონი აფხაზეთი. ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეომასალა ეხმარება მათ უკეთ გაიგონ, რა ადგილი აქვს აფხაზეთს ჩვენს ისტორიასა და მომავალში. გაკვეთილი აფხაზეთი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 100 საჯარო სკოლაში ჩატარდება. ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის და ვფიქრობ მოსწავლეებისთვისაც, ჩემთვის იმიტომ რომ განსხვავებულ ამპულაში მომიწია წარდგომა. ვიდეო მასალა რაც იქნა გაშვებული ჩვენი ცენტრის, საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის შემოქმედებითი გუნდის მიერ იყო მომზადებული, მაგრამ განსხვავებული იყო სამიზნე აუდიტორია და ამიტომ რაღაც მღელვარება მაინც ახლდა. ეს თაობა კარგად ვიცი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი შვილიც არის ზუსტად ამასაკის და ვიცი, სად გადის ამ თაობის შესაძლებლობებისა და ინტერესის ზღვარი. გაჭიდების თაობას უწოდებენ ამ თაობას, მათ აქვთ სხვა ინფორმაცია ყველაფერზე და მათ შორის აფხაზეთზეც, მაგრამ როდესაც მათ სახეებს უყურებდით, ემოცია მაინც იკითხებოდა. მიხარია რომ გაკვეთილი აფხაზეთი შედგა და იმედი მაქვს ეს დღე მათ ცნობიერებაში დაილექება როგორც ერთი საინტერესო, პოზიტიური და სასარგებლო დღე. აფხაზეთს როდესაც ვიგებთ, ძალიან ემოციურია ჩემთვის, რადგან საქართველოს ტერიტორია და ვფიქრობ რომ ყველასთვის ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი და ბევრი გაკვეთილი და ბევრი ასეთი ვიდეო უნდა იყოს სკოლაში. რაც ვიცოდი, ისიც უფრო კარგად გავიგე და რაც არ ვიცოდი ისიც და რა თქმა უნდა აფხაზეთი ჩვენთვის რატომღაც სინამდვილთან არის კავშირში, მაგრამ რა თქმა უნდა აფხაზეთი საქართველო არის და ყოველთვის იქნება. საინტერესო იყო ნამდვილად. ასევე დასამახსოვრებელიც, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია წავიღეთ ამ გაკვეთილისგან, ესე რომ ვთქვათ. ასევე რაც არ ვიცოდი, ისიც ძალიან საინტერესო იყო, ემოციები ძალიან მძიმე იყო, იმიტომ რომ ძალიან გულწრფელია ეს ყველაფერი.